ძალიან კარგად დავამუღამე, აი ესენი. და დღეს სამსახურში რომ ვიჯექი ესეთ რაღაცას ვაკეთებ და ძალიან კარგად გამომადგა, რომ რაღაც ეს სტრესული ის გამეშვა და ძალიან ვიყენებ უკვე პრაქტიკაში. მეც ეგრევე თან რეალურად ანუ აი მე ხოთადას 2 წელი ვაკეთებ ეგ მაგ ხელის მოძრაობას უკვე ნებისმიერ ადგილას დავიწყებ თან რაღაც შესვარ ყოფნის აი მარტო ეს რამდენიმე მოძრაობა და მთელი იოგის ეს რაღაც მდგომარეობა გადმოდის რა და გენერირებული ლაშქარი ისეთი უცნაური შეფსებები მქონდა ხელში, რომ აი ძალიან მეშინოდა პირველად. და აი რაღაცნაირად არ ვიცი, მაგ შიში თუ გავუმკლავდები, იმიტომ რომ მე მეორეჯერაც ეგ გამახსენდა და მაგის გამო მგონია, რომ რაღაცებს ბოლომდე არ მივყვები და ჩემი შიში აღწერე. იცი როგორია? ანუ მე რაღაც მომენტში აი რომ ვდუნდები, პირველ რიგში მაგ ძალიან სასიამოვნო შექს ხელში, რომ აი თითქოს საერთოდ ბუმბულის წონა მაქვს, არ ვარსებობ იმ მომენტში, მაგრამ მე აი როგორი ის მაქვს, იცი რომ თითქოს აი რაღაცა ადის ზემოთ ჩემ სხეულიდან და ამას რაღაცნაირად აი ამ შიშამდე მივყავარ მე, რომ ვაიმე რაღაცა არ მოხდეს ისეთი, რომ ვერ გავაკონტროლო და ვერ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. ანუ იმდენად ჩემთვის უცხო არის, რომ თითქოს ვერ ვბედავ, რომ მაგას მივენდო. ანუ ძალიან მიჭირს აი ამ პროცესში, რომ ბოლომდე გადავეშვა რა. არ ვიცი, აი ძალიან შემეშინდა წინაზე. მე თვალები გავახილე ცოტა სწრაფად, რომ ისევ დაბრუნებულიყავ, მე ისევ დავხუჭე თვალები და ისევ დავბრუნდი იმ მდგომარეობაში და მერეც ისევ დამიბრუნდა ეს ცოტა ქაოსური ფიქრები შემომდის უცებ აი რაღაც მომენტებში. ძალიან ნორმალური. მე უბრალოდ პირადად არ მქონია ეს შეარაღებდა და მაგიტო აი ზუსტად არ მესმის, მაგრამ აბსოლუტურად ნორმალურია და ძალიან ხშირად ემართებათ ეგრე. ცადერა თვალების ხარაგახალის მაგერად თითების გამოძრავებით გამოხვიდა ხოლმე და მე ისევ ძალიან დიდი ხანი მქონდა ის შეგრძნება, რომ თითქოს არც არ შევისუნთქავდი და არც გამოვისუნთქავდი. და ეგეც იმდენად დიდი ხანი გაგრძელდა, ანუ ჯერ ნელ-ნელა შემინალდა და მე აი უკვე გახანგრძლივდა აი ეგ შვალედები და მაგასაც რო დავაკვირდი, აი ცოტა მაგასაც რაღაცა ეგ მომენტი მქონდა, რომ მეთქი რამდენად რამეს არასწორად ხარ ვაკეთებ, ან რაღაცა ხარ დამიშავდება, რაღაც ეგ ის მქონდა თითქოს თავდაცვა. აი ზუსტად შენ უბრალოდ უკვე გამოდის შეძლო ეგრე მალე ერთი განსხვავების მიღება და შენ რომ მოვყევი იმ დღეს კიდე სხვა გოგონას შემდეგ დღეს მე გავუგო. თან ერთი რაც ჩემზე ძალიან მოქმედებს და დაკვირვებული ვარ არის ხმა. ანუ თუ არ მომწონს ხმა, აი თუნდაც მაგიდირების ხმა, მაგ დროს ძალიან მეფიქრება მაგ ხმაზე უფრო მეტად და ეტყობა ეხლა ძალიან მივენდე რა, ანუ ჩემთვის ეგ ხმა რასაც თქვათ აი მაგიდირების დროს როგორც ლაპარაკობ, ხო? ანუ თუნდაც ის ტემპის, თქვათ რა როგორც მოდის ეგ ინფორმაცია, ძალიან კარგად ვიღებ, ანუ ბოლომდე მივყვები მაგ პროცესს რა. უბრალოდ მე მიჭირს რა, თან ვერ ხვდები რამდენი ხანი ვარ, აი გუშინ მაგალითად ვერ მივხვდი რამდენი ხანი ვიწექი. იდეალური დრო არის. ზოგადად ეგ შეგიძლია გააკეთო მინიმუმ 7 წუთი არის საკმარისი, ანუ აი რაც გამოთვლილი არის, რა 7 წუთიდან 20 წუთამდე არის ესეთი sweet spot-ი რა. რომ გეყოს, რაც უფრო ნაკლებ ვარჯიშობ, მით უფრო მოკლე ყოფნის და რაც უფრო ისეთი ვარჯიში არის, მით უფრო დიდი ხანი ძირითადად პირდება რეგენერაცია. ეგ ვიზუალიზაციაც მქონდა, მე მგონი ალბათ შენ ახსენე და მაგიტო უფრო მიღო, მაგრამ ანუ რეალურად ხო ამბობ, რომ იატაკს ანუ ზედაპირმა იყოს პასუხისმგებლობა ჩვენი დაჭერის და ჩვენ დავთავისუფლდეთ ამისგან და მაგას რო ვაკეთებდი, მე ანუ ვიზუალურად მქონდა იმის გაცდა, რომ აი ჩემი სხეული თითქოს რაღაც ბექგრაუნდებს იცვლის, ანუ ხან ის კუბოს ბექგრაუნდი მქონდა, ხან რაღაცაც ის, ანუ სხვადასხვა ის მქონდა და მივხვდი, რომ რაღაცა აი მაგნაწილში ხო, აი ეგრო ზედაპირი არის, მაგრამ ვერ ხვდები ეს ზედაპირი, ეს იატაკია თუ რაღაც სხვა
სხვა ზედაპირზე ვარ დადებული, ანუ ეგ მომენტი ალბათ მანდედან ჩამყარა, მაგრამ აი ვიზუალურად თითქოს ვხედავდი მაგ ცოტა შორიდან ჩემ თავს. ხარ, ძალიან საინტერესო იყო რეალურად, ანუ მაგის საკვირვება და მე რო გამოვედი, ცოტა ის მქონდა გააზრების პერიოდი დამჭირდა მაგისთვის, რომ გამიაზრებინა რა მოხდა. მაგრამ ძალიან კაი იყო ხომ. გამოხვალ შავასაინო თუ ღრმა იმაში იყავი და მოსვენებულ მდგომარეობაში ეგრევე ტელეფონით არ გამოისხიო თავი 1-5 წუთი მაინც ტელეფონის გარშე ჯობია მოიხოდე, იმიტომ რომ ის მთელი სიმშვიდე რომელიც დაგენერირდა ტელეფონი მაგას ძალიან მალე ანეიტრალებს. ვიბედო მეკითხა რომ ანუ რეალურად შენ როცა მაგას აკეთებ, მერე იმზადები რომ დაიძინო და დაისვენო, თუ პირიქით რაღაც ენერგიას იკრები, იმიტომ რომ ორივე მომენტი მქონდა, ერთ დღეს სხვანაირად იყო, მეორე დღეს სხვანაირად. როგორ იყენებ შენ მაგ განტვირთვას და მოდუნებას? ანუ ნახე, სხვადასხვა იოგა სხვანაირად იყო ჩავსაერთო, მაგრამ შემიძლია მხოლოდ კონკრეტულად ამაზე გითხრა, რომ აქ არის სხეული გააჩნია რა მდგომარეობაში არის და რა ჭირდება იმ მომენტში. მაგის და მიხედვით შენზე იქნება ეფექტი, შენ თუ გვიან აკეთებ და თუ არ გიძინა კარგად და ზოგადად დილის დრო თუ მოგდის, დინას რო დილის პრობლემები გქონდეს, იმ დღეს რო ივარჯიშებ თუ გვიანი ვარჯიში არის, დაგეხმარება რომ დაიძინო და გაქციშოს და თუ გასაკეთებელი გაქვს რაღაც საქმეები არ მოგცენ თავს. ანუ მოგხოდავს. ხო. ანუ მე რეალურად ვიცი უკვე ტექნიკა, შემიძლია რომ აკეთებ სამსახურში შესვენება რომ დავაკეთო და მე უცებ დაუბრუნდა იმ ჩემ სამუშაოს, ხო? კი, თავისუფლად აბსოლუტურად, ანუ ჩემ ცხოვრება ეგრე გამოიყურება რა, ანუ ნებისმიერი სხვადასხვა სიტუაციისთვის თუ მინდა რომ ჩემი აი რა რო წარმოიდგინე რომ აი ტელეფონი გიჭედავს რა და რას იზავ გადაარესტარტებ. ანუ უმრავლეს შემთხვევაში ეგ იცი რა რომ უნდა გამორთო შართო და ჯო ანუ რა სტრიმი როცა ჭედავს გამოდიხარ ჩადიხარ. ეგ გამოსვლა შესვლა არის ჩემთვის ეს იოგის პრაქტიკა ზუსტად. და ნებისმიერ შემთხვევაში ეგ იქნება, რავი, დამტენი არ მუშაობს თუ რა ფოტოს ვერ იღებს თუ რაღაც ვერ ფიქრობ, ვერ მუშაობ, ვერ ბანაობ, ვერ გადიხარ სახლიდან, ვერ მუშაობ თუ აი თუ უბრალოდ კარგად ხარ, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რაც სჭირდება იმას მოგცემს რა იმ მომენტში და თუ და თან განძრახვას მით უმეტეს კიდევ უფრო ჩანელდ იქნება, იმიტომ რომ ეს განძრახვა ძალიან მაგრამ მუშაობს ამ სამყაროში, სულ რო იოგას არ მიაბო ზოგადად რო გაიგუძო განძრახვით ან ნებისმიერ რამე გააკეთო, მიმართულებას აძლევს შენ ქმედებას და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ჩანაფიქრი რა, რაც როგორ აკეთებ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, რატო აკეთებ, ვიდრე როგორ აკეთებ რა. ოკეი. ძალიან საინტერესოა. მადლობა ამ ინფორმაციისთვის. მადლობა შენ ამ მაგარი კითხვებისთვის. მოდავიწყოთ. 800 სუნთქვა გავაკეთოთ. დაგვიჭული თვალებით რომ უფრო დავკონექტდეთ. ეს სუნთქვაზევით. და ამას სუნთქვა ქვევით. ორი. მირინკარა კაი დროს მოხვედი, ხა დავიწყოთ. კარგად გაწალე მაქსიმალურად გვერდით და ზევით ხალები. დავაყოლოთ თვალების ვარჯიშები. ამჯერად მარჯვნიდან დავიწყოთ. საათის მიმართულებით პირველი წრა.
როგორც გინდათ კომფორტულად, ისე დაჯერგეთ, მთავარია ზურგი გქონდეთ მაღლა, გასწორებული მხრებით, ქვევით, კისერიც გაწელილი. 2. სამი. ამ როჯიში სწრაფად გაკეთებაც შეგიძლიათ და ნელაც, მაგრამ ჯობია ის ისწრაფე, სადაც იდეალური წრე გამოგივათ მაქსიმალურად. 6. კიდევ 2. და მეორე მხარეს ან სუნთქვა მაგ დროს არ შეიკავოთ. კიდევ ორჯერ. და დავამხამხამეთ თვალები. სწრაფად 3-ჯერ. მოგიყვებით თან, მაგრამ რა შევა ეს ვარჯიში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. როცა გძინავთ, მაგ დროს თუ იცით, ესეთი ძილის ფაზა არის, ქვია REM, Rapid Eye Movement. სადაც როგი სიზმრებას იძმარი, თვალები ესე დაგიხტის რა, რაღაცებს რო ხედავ. დღის განმავლობაში ეგეთ რაღაცას არასდროს არ აკეთებ, თუ ღვიძავს. და როცა ეხლა ვარჯიშის დროს ვაკეთებ ამ მიმსგავსებულ REM თვალების მოძრაობას, ჩვენი სხეული უბრალოდ მაქსიმალურად შედის შიგნით ყურადღებით და ცოტა შტერდება, რომ დაიცე ჩვენ ხო არ გვიძინავს რატო შვებით ამას. და არის ესეთი მომენტში დასაბრუნებლად, თან თვალების მხედველობის გასაუმჯობესებლად და ამავდროულად გიშლის თითქოს აი მთელი დღე რაც გაგიკეთებია, რაც გინახავს, რაღაც სურათები რაც გქონდა იქამდე თვალებს ნანახი, აი პატარა რისეტს უკეთებს რა იმ მომენტის და ამ მომენტის შორის. მაგის გაკეთებაც ყოველთვის შეგიძლიათ, რომ გინდათ თქვენ უფრო ამ ახლანდელ მომენტში აწმყოში დაბრუნდეთ. ეხლა გავაკეთოთ დინამიკა, გვექნება 3 სავარჯიშო, რომელსაც გავიმეორებთ 2 წრე, 12-12 გამეორება. პირველი გამოიყურება ესე. დგებით 4 ფეხზე, ჯერ ავხსნი. და ვწევთ მუხლს გვერდზე, აი ძაღლი რო ფსავს ხოლმე. ესე. და მე ვასწორებთ ფეხს. ოღონდ ახლა ამასთან ერთად უნდა გავაკეთოთ მოპირდაპირე ხელით. ანუ მუხლი გავშალეთ, ავწიეთ, მე ხელი გამოვწიეთ და ფეხით. და დავდეთ და იგივენერად მეორე, ავწიეთ ფეხი, გავშალეთ ხელი და შემოვიტანოთ 2. ანუ ესეთი ერთდროული მოძრაობა გამოდის, მაგრამ თუ ჯერ ფეხია ან ჯერ ხელი, ეგეც არ აუშვას. Okay, let's do it. 1. დგები ჩვენკენ მომართული მაქსიმალურად. ხელის
ორი. თან ეცადა რომ ხელის თითებით მიწვდა რაღაცას წინ. ამი. ოთხი. ექვსი. ახალი ნეირა აკავშირები. 8. ეცადა ბალანსი იპოვო. მეათე. ამის მერე კიდე 2-ც. რაც მე გამეორებას ვაკეთებ, მე მით უფრო ნაკლებ წრეს ვაკეთებ. თავს რომ ხოლმე კიდე ერთი წრე გვექნება და მეტი აღარ დავინახავთ ამას. ბოლო. Okay, good. დაჟნა კუნთებში უკვე უნდა დაწყებულიყო ცეცხლის ანთება. ეხლა რიდან დასიამოვნო სავარჯიშო, რომელიც ქვია იოგური push-up-ი და არის ესეთი რაღაც, ჯერ უნდა დაწვერო გაზომო უბრალოდ რა არის შენი სიგრძე. აი სადამდეს კომფორტულად ბავშვის პოზაში მოგივა ხელები, იქ უნდა წამოდგე 4 ფეხზე. და აქედან ვაკეთებთ რას? ვაკეთებთ ასე ვთქვათ, აჯიმანიებს. ფეხის თითები გვაქვს აქეთ შეტყობებული და ერთად გვიდავს ქუსლებში და ვიხრებით წინ, ესა და მერე უკან. მომრგვალებული ზურგით ამოვდივართ, დავდივართ და სწორი ზურგით უკან. აი უჯრის გამოღებას გავს, სალასკაზე რო არის უჯრა და ოპა. ეგეც 12 ჯერ. თქვა ქვამარ და ამსულ თქვა უკან. სწორი ზურგით. სამი. ხუთი. ნუ თქვა თუ დააყოლეთ მოძრაობას ზუსტად. მაშინ არ იქნება რთული გასაკეთებლად. შესუნ თქვა გვევით. ამსუნ თქვა უკან. ოთხიც. ბოლო. მარტის გზას არ ეძებს კეპტე ბოლონე. ეგოთ სკამებს გავაკეთებთ ფეხებზე აწევით ხათებზე. რომელიც გამოიყურება ესე, ჯრებით იმ სკამში, წარმოსახვითში. ხელებს ვიდოთ, აი ესეთ თავს ნაუშნიკები გვაქვს DJ-ს ყურებთან ესე. და
აქ ვაკეთებთ ცერებზე ასვლას უბრალოდ. ერთი ასვლა, ჩამოსვლა. ასვლა, ჩამოსვლა. და ვცდილობ სწორი ზურგი შევინარჩუნოთ და არ ვიჩქაროთ 12-ჯერ ავიდეთ ეგრე. ძალიან კაია. ოჩო. 5 და კიდევ 3. ჩაგვიწვა. პატარა დასვენება და ერთი წესი. და მე როგორ საინტერესო რაღაცებზე გადავიდეთ. ან დინამიკის და სტატიკის განსხვავება არის ის, რომ სტატიკაში ჩვენ დგავართ და არ მოუძრაობთ რა ერთ პოზიციაში ვსუნთქავს და დინამიკაში ერთ პოზიციაში რაღაცებს ვამოძრავებთ იქით აქეთ. რაც უფრო ძნელია ბევრად ჩვენი ეულისთვის ხოლმე. და რა ბალანსით შედის უკვე დინამიკაში. ამე ამას უნდა გავაკეთოთ და გავაქცევთ. ოკეი. დავიჭიროთ ჩვენი 4 ფეხა კომფორტული პოზიცია. და დავიწყეთ. ერთი ფეხი გვერდზე, ხელი წინ, ვისამ უნდა მივწვდეთ რაღაცას და გავშალოთ ფეხით. შევცვალოთ მეორე მხარე. ორი. შესუნთქვაზე ხელი წინ. ამასუნთქვაზე ვცვლით. შესუნთქვაზე ისევ შევდივართ. კიდევ ორი. და ეგრევე გადავიდეთ იოგურ აჯიმანიებზე. გავზომოთ ისე ჩვენი იდეალური დაშორება ელოდისთვის. მზადო და ჩასუნთქვა ქვევით, შესუნთქვა ტანი უკან. უფრო ძნელ მოძრაობაზე ვაკეთებთ ამასუნთქვას ხოლმე და უფრო მარტივზე შესუნთქვას. ძირითადად ეგრეა ხოლმე. ეს გამონაკლისების გარდა. 4.
ის ბალა ფეხების ვარჯიშზე მართლაც ბოლო იქნება მეტი აღარ იქნება ყურები ნაუშნიკი ჩამოვიცვათ მომზადეთ ფეხების ტვისთვის და არ დავნებდეთ ვერცად რომ 12-ვე გადავაბათ 2 შეგვიძლია ზურგის კუნთები შევაერთოთ, ანუ ვიდაყვებს მოვუჭიროთ უკან, უფრო გავიშალოთ ზურგში, მაგრამ უფრო დაგეკუნთებათ მალე ხელხამარი. 6. აშკარად უფრო მეტი იყო. რო ვლაპარაკობ, ხანდახან მე ტვინი მიფრინდება, რამდენ თვალზე ვიყავ. მაგრამ კუნთების ტკივილით ხვდები. დაჯიქიმ? აჩახ, საღო. შენ სტაბილიზატორებს გავაკეთე სახელშესვენება. შესუნთქვა და შეკავებებით. ცოტა ჯერ დავაცადეთ, რომ დაწნარდეს გულისცემა. იმისთვის რომ ზოგადად ყოველდღიურ სეტინგებში სადაც რაღაცა განერვიულებთ, ან დაგსტრესელს თუ შეამშოთ, ყოველთვის აჩქარებული სუნთქვა გაქვთ მაგ დროს და სუნთქვა ყველაზე მაგარი ჩქარი რეგულატორი არის. ერთადერთი პროცესია, რომელიც შეგვიძლია რეალურად ვმართოთ ჩვენს ხელში. ანუ შენ ვერ ეტყვი სიცხს, რომ გეყო და რაღაცა ჟანგბადი ნუგადა გაქვს, ან რავი, აი თითქმის ვერაფერს ვერ გაუკონტროლებ ეს ხელს, რომ შიგნიდან პროცესები ხდება, მაგრამ შეგიძლია ძალიან ჩვეულებრივად სუნთქვის დახმარებით გააკონტროლო შენი გულისცემა და ეგ ძალიან ბევრს ცვლის, გაწყნარებს მომენტალურად basically. ეს სამი ღრმა მოსუნთქვა ყოფნის ხოლმე სტრესულ მომენტს, მაგრამ ხშირად არ გვახსენდება. მაგრამ შეიძლება წარმოიდგინე ხოლმე, რომ უბრალოდ ეს ხელს ეუბნები, რომ აწყნარებ და გულს ნელ-ნელა აჩუმებ და ანელებ და მართლაც მოგყვება სუნთქვას. მანდ თავარი არის, რომ რაღაც სახეები არ მიიღო ხოლმე, არ დაიმანჭო, თუ შეგიმჩნევიათ იოგები არიან სახეზე ძალიან რაღაცნაირად ნეიტრალურები. ანუ არ იმანჭებიან ხოლმე, რაც არ უნდა რაღაცას აკეთებდნენ, იმიტომ რომ ეგეც ერთ-ერთი ვარჯიში არის იმის, რომ ჩვენ რომ ვიმანჭებით, გვაქვს მახსოვრობა კუნთოვანი სახეში, აქედან მე რეცეპტორები გააგზავნიან ინფორმაციას, რომ რაღაც ძალიან სასიასტიკეს ვაკეთებთ ძნელს და რეგისტრირება იქნება მერე დაკავშირება ამ რაღაც მოძრაობის და ვარჯიშ სიძნელისთან და ტანჯვასთან და მაგიტო სახის მოძვნება შველის ბევრად მარტივად რო გაიარო ნებისმიერი პროცესი, რომელიც შეიძლება არ კომფორტული იყოს. სუნთქვაშენელებასთან ერთად სახის დამშვიდობა. მოდი მე ხა აგირჩეთ რა გავარჯიშოთ დღეს, იმიტომ რომ 4 იდეა მაქვს და 4-ვე ძალიან მომწონს და თქვენი სახელზე რა გაწერიათ აბა. დაწყნარება უნდა გვინდოდეს გვიანია. აი, მოდი გავაკეთოთ. Okay. Thank you.
აი, ქეთა შენ რომ მეკითხებოდი, ანუ ვარჯიში როდის გაწყნარებს და როდის გხოდავს, ძირითადად მაგას ყველაზე დიდი გადამწყვეტი არის, რომელ საათზე აკეთებ უბრალოდ რა, შენი ბიოლოგიური საათი როგორი რეაგირებს. ხა დღისთაც თუ გააკეთებ, მაგრამ წინა დღე გათენებული ქონდა სხეულის უბრალოდ დაგროვებული აქ ძილის ვალი, გაქთიშობს რა. დღისითაც, იმიტომ რომ ნუ გჭირდება რა, რა გჭირდება, იქითკენ წაგიყვანს, მაგრამ თუ ცოტა დაღლილი ხარ, პირიქით მოგხოდავს ისე თუ გჭირდება ენერგია და ეხლა მოდი გავაკეთოთ იმ დამაწყნარებელი ალგორითმი, რომელსაც ქვია, არ ვიცი როგორ გადავთარგმნო, მაგრამ აი ზღვაში რომ შედიხარ და ის არის ესეთი ალი რო დგას, აი სხვა ენაზე არ ქვია უბრალოდ აქ, მაგრამ ეგეთი სტაბილურობა მაგრამ დაგჭირთ რას გავაკეთოთ. პირველი პოზიცია იქნება ძაღლი, მაგრამ მას ექნება აწეული ფეხი. როგორ ვამთხოვ გახურებებს და იმას. იქით ძაღლი აფსავდა ხელს და აქეთ დრო დავდგები ძაღლში, ერთი ფეხი უნდა იყოს შუაში, მატის და მეორე ფეხს ვდებთ სადღაც ბარდაღის ესე შიგნიდან. და აქედან ვცდილობთ ჩვეულებრივად ძაღლში გავჩერდეთ და გავწელოთ ფეხის უკანა მხარე. ესე გამოიყურება და მეორე ფეხიც იგივენაირად. და შევდივართ აქ. მოდი 800 თქვით შევდით. თუ ძნელი იქნება, გააკეთე 4 ერთი ფეხი, 4 მეორე ფეხი. თუ აიღებ და როავე ერთ ფეხზე შეგიძლია გააკეთო და მეორეზეც რვა, ეგრე უფრო სრულყოფილი იქნება. ვთქვათ მუცელში, ხრები გადავწიოთ, რომ ყურებთან არ იყოს, გავწელეთ ხერხემალი და მერე ისერი, უსავით. შევიძლიათ შეცვალოთ ფეხი. თუ მარტივ გზას არ ეძებთ, იცით რომ დაიწყეთ. თქვენ დაიწყეთ, თუ სხვადასხვანაირად გადავწყვეტოთ. ერთი შესულყო არის მიახლოებით 6 წამი. სამი შესულყო, სამი ამოსულყო. დავჭერდით ფეხები გავშალეთ წინ. ეს პოზიცია წინაზე, თუ წინის წინაზე ავხსენთ, მომრგვალებული ზურგის რო არ უნდა წახვიდო. ვაერთებთ ფეხებს, მე რო ისე ვკეცავთ. მუცელი რო დაგვედოს, აქ გასწორებული ზურგი და მე ხელები ფეხებზე და აქ სადამზე გამოგვდის. გულია ჩავიშალოთ, ცოტა წინან უკან გავჭრით ფეხები. თავარია მუცელი მაინც იყოს მიჯაჭვული და აქ სუნთქავთ 4 სუნთქვა დაწოლას არ ვცდილობთ ფეხებზე ოღონდ. უბრალოდ ვძივართ გასწორებულად. ან მოკეცილი ფეხებით. 1 კისერშიც გავიწელოთ. ხრები ქვევით. ხრების ჩამოწევა ქვევით. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დღის განმავლობაში მით უმეტეს ქალებისთვის. რომ მთელი სტრესი მაგ დროს შედის ხრებში, ბეჭებში ძალიან ილექება და ხრების ჩამოწევა დამშვიდობას ეგრევე გაძლევს. ესუნთქვა 4.
6. ეს უნდათ აქ ხერხემალში, კისერში, მუცელში აიგრძენით უფრო სხვადასხვა ნაწილების გააზრებას რომ მიეჩვიოთ. რა თქმა უნდა, ოფიციალურად კისერში ვერ შეისუნთქა, იმიტომ რომ ფილტრში სუნთქა დიაფრაგმაში, მაგრამ მეც მიხვდებით განსხვავებას, რომ კონცენტრაციის უნარით ეგრედია ჩაისუნთქო ფეხის თითშიც. ბოლო შესუნთქვა. უშუალოდ ხალები და გავშალოთ ფეხები განძეუფრო. ეცადეთ აქ თითები კარგად იყოს მომართული ჩვენსკენ და აქ ვცდილობთ, რომ გვერდებიდან ესე მოვკიდოთ ისევ და ისევ მოხრილი ფეხებით ვაკეთებთ, თუ არ ყოფნის გასვლა ფეხის გაწელილობაში. და აქ უკვე ვცდილობთ ჩავიდეთ რაც შეიძლება დაბლა ჩვენი თავით, მოხრილი ფეხებით. და ხელები გვიდევს და გვერდიდან. 8 სუნთქვა გავჭერდეთ აქ. ამე. ხლები გადავჭერთ უკან. თითები ფეხების არ მოადუნოთ. Get flex towards you. ეცადეთ რომ სუნთქვა გაწევლოთ უფრო შეგრძელებული რო იყოს ჯამში. ნაკლებად ჩქარი. კიდევ 2. ეცადეთ ერთი ფეხი მეორე მუხლისკენ. აკეთ. და ახლა იგივე ნერი დახრა გვექნება, აქაც ისევ კეცავთ მუხლს რომ უცელი დავადოს და ხელი მოვკიდოთ და აქ ვცდილობთ დავეხაროთ ერთი ფეხისკენ. ანუ დავადოთ ჩვენი თავი, ტანი, მთლიანად იმ ფეხს, რომელიც მოხრილი გვაქვს. ანუ ვისაც შეუძლია გაშალოს ერთ ფეხი და ბოლომდე ჩავიდეს იატაკისკენ. 1. რაც შეიძლება ღრმა შესუნთქვა მუცელში. ამი. უფრო და უფრო ვაწყნარებთ სუნთქვას. ვაღრმავ. 2.
და შევცვალოთ მეორე ფეხს. ზღვის ქაოტური ტალღები მიშვიძდება მართლაც. ჩემთან ყოველ შემთხვევაში. მეორე ფეხი დავდოთ ბარდაკთან. ერთი. თითები მოვქაჩოთ ჩვენკენ ფეხის თითები. ზურგშიც გავსწორდეთ, როგორც შეგვეძლება. ეს თქვა 5. ვიდი. და კიდევ ერთი. ბოლოს შესმოდგა ყველაზე ღრმა ეცადეთ ხოლმე რომ გავაკეთოთ. ნანალამ გვარი ზურგით ამოდე. ნუ რა ფეხიც გაქვს როგორც კიდევს, ქვევით ეგრე დატყუე. ერთადერთი რაც დაგჭირდება ახლა რომ მოკეცილი ფეხი გადავაბიჯოთ გაშლილ ფეხს. დავჭიმოთ ფეხის თითები გაშლილ ფეხსა. მოვიხაროთ ისე რომ ვიყურებოდეთ ზურგის უკან და ამ ხელით იდაყს ვდებთ მუხლთან და მე ვცდილობთ რომ ესე მოვხაროთ ზურგის უკან როგორც გამოვა. შეგვიძლია ძალიან შედო ესა, შეგვიძლია აქ დადო, მაგრამ თავარია რომ უბრალოდ ზურგში მოიხარო, მიტრიალდე უკან იყურებოდე. ორი. აბიქვევით. მაღალი კისერი. მაქსიმალური როტაცია გავაკეთეთ ფეხამდე. 6. ფეხის თითი თქვენგან დაჭიმეთ გაშლილი ფეხის და 8. მოვტრიალდეთ უკან და ახლა მიგიონერეთ მეორე ფეხი გადავაბიჯოთ. მოვტრიალდეთ უკან. ნუკაც გაშალა ზურგი. შეგიძლიათ უბრალოდ ისე დაიჭიროთ ხელი თუ არა კომფორტულად იალდება. ოთხი. 6. 2.
ტრიალდებით, წვებით ზურგზე და ვაკეთებთ ესეთი ნახევარ ხიდს ხერხემლიდან ვერ დავასვენოთ ზურგს და მე ვკრავთ რა ქვია მაგას მაჯის პაკეტს ვაკეთებთ ანუ ერთ მაჯას ვდავთ მეორეში ესე ზურგის ქვეშ ჩერდებით მაქსიმალურად შეცადეთ ხელები ბოლომდე დაიდოს იატაკზე და ზურგის კუნთებით მალა ხერხემლის შუაში როგორც რაც არის spinal cord ეგ მოთავსეს მარჯვენა მარცხენა ის ქვეშ როცა ხერხემალზე არ იწვევთ პირდაპირ აქვს თუნთქოთ 8 ჯერ ეს დამკუნთებს ცოტა მოვუჭიროთ რომ პრეზერვით ავიდეთ სამი ორიც ну მე შევცვალოთ ხელები მეორე მაჯას გამოსვლა არ გჭირდებათ პოზიციიდან პირველ შეგიძლიათ ხელები თუ ფეხები დაგეღლებათ აქ ან მუხლებში თუ არა კომფორტულად გზნობთ თავს ცოტა შეიძლება ოდნავ ფეხები წინ დადოთ მუხლების გივილი გაწუხებთ ან თუ უბრალოდ ძნელია შენწონის ჭერა უბრალოდ გადაანაწილე ფეხის თითებში მარჯვენა მარცხენა მხრებში ხელებში უბრალოდ დაბალანსების ზღვრის დაჭერის ფონზე აღარ იქნება რთული სამის თქვა კიდე ძალიან გეხმარება ხოლმე პატარა ღიმილი დავით რო გავუკეთო სახეს უფრო ადვილად კიდე არა კომფორტულად დავდეთ წელი და ხანი შეგვიძლია ვიწვეთ და ჩავეხუტოთ ფეხებს და მარჯვნივ მარცხნივ გავუგორდეთ რა აისვენოს ხერხემალმა ეს ჩვენ დაგვრჩა ორი პოზიცია ზურგიდან გავაკეთებთ ასე რომ არ ადგეთ უბრალოდ გამოიხედეთ კამერისკენ არის ყველაზე არა კომფორტული ალბათ ვიცით ამიტომისთვის ხო ინტერესებს ცელად გამოიყურება რა შეხვებით აქ პატარა ბავშვი როგორც თავის სარწევში იცის ხოლმე ფეხების დაჭერა ესე ხელებში ესე ქანა აქედან ჩვენ შევით რა ფეხები ხო გვიჭრავს ვცდილობთ ამ ფეხებს ისე მივაწვეთ თავი ავდისოთ და ვუყურებთ ფეხებს შორის და ეს ფეხები გადავატრიალოთ ესე უკან და თითქოს იატაკს გვინდა რომ დავადოთ ან უბრალოდ დავრჩეთ და დავაწყეთ ქვევით რომ გაიხსნას მენჯაკი გააჩნია რამდენად საერთოდ გაგუშვებს თუ გუშვებს გადავწევთ თან უკან რო სუნთქო გავჩერდეთ აქ ისე რომ თავი ვეცადოთ რომ არ დავდოთ ძალიან მიწოლა არ გჭირდება just იმდენი რომ იქნებ ცოტა გაწევ ტკივილამდე არ დროს არ მივდივართ აქ
Just challenge yourself with a little bit more than your comfort zone. ძალიან დაგეღლებათ კი ისე 1-2 წამით სტატებს და მე ისო ამითლაც ეხის თითები თქვენკენ მიმართული ნელ-ნელა გავუშვათ ნაზი მოძრაობებით კიდე თუ გუნდა გავაქანავით მარჯვნივ ავით შეგიძლია ეს იგივენაირად roll it to the left and right იმიტომ რომ ის არის საერთოდ უვარჯიშებელი გვაქვს ხალხს და просто სულ ვარჯიშდება ტექნიკაში ყურების დროს მე ძალიან სასტიკად ანატომიურად არასწორად ყალიბდება იქ და დაძაბულობა იქნება რომ ის ყურადღების მიქცევა და კისრის ვარჯიშები ძალიან კაია ბოლო ვარჯიში დაგვრჩება ბოლო ასენა რომელიც არის პეპელა ოღონდ ცოტა არაჩვეულებრივი მე ძალიან მიყვარს ამ პოზიციაში ყოფნა ხოლმე როგორ ვაკეთებთ ჯერ ფეხით თითებს ერთმანეთისგან იყურებიან და მე ვაჯოკრავთ აი ეს რა ამის მერე დაიდოს ისეთი გადაჯვარედინება წარვით ისეთი ფერები მეცვია თუ ჩანს ახლა მაგრამ თუ გამოდის თავი დამიქნია მოჭრილია შენი ფეხები არ შენს თუ დავჯექით აქ ეხა yes მადლობა ხელებს ვთავთ მუხლებზე და არ ვცდილობთ რომ დავაწყდეს არც აი ეს რაღაცებს არ ვაკეთებთ ეგ ვაფშე არ არის კაი უბრალოდ დავადეთ და ჩვენი მხრების წონა უბრალოდ რაც გვაქვს ყველანაირი დაწყობის გარეშეც უბრალოდ გასწორებული ზურგით ვზივართ და ნელ-ნელა შეგვიძლია წინ გავიხაროთ ლიანის ხევლითაც თუ უკვე გვეშლება საკმარისად სწორედ და უბრალოდ ვზივართ რას უნდა ვასწორებთ ხერხემალს თუ გაგვისწორდება და გვიშვა შეგვიძლია მივაწვეთ კიდევაც გავშალოთ ფეხები უფრო მიეტეკისკენ მაგრამ არ არის საჭირო თავისითაც მიზიდულობის ძალით გინდათ ვარგინა მანდეთკენ მისწრაფვის ჩვენი სხეული ოთხი რიდი ეხლა გავაბრუნოთ ფეხიდან მოვატრიალოთ მეორე ეგრა ზევიდან ახლა მოპირდაპირ ფეხი აღმოჩნდეს იგივენაირად და ბოლო 8 თვლა გავჩერდეთ აქ და მე შევასწავლე თუ პირდაპირ დაძინებას აპირებთ მალევე მაშინ გირჩევთ ბევრი არაფერი არ გააკეთეთ უბრალოდ კბილები გაიხერხოთ ლა რაც საჭირო არის და ეგრევე დაიძინოთ თორე შეიძლება ზოგს ინსპირაცია მოუვიდეს და არ დაიძინოს თუ დაბრუნდა სკროლვაში და ასე შემდეგ მაქსიმალურად ჯობია ტელეფონის მორიდება პრაქტიკის მერე რომ სასიამოვნო შეგრძნებები უფრო დიდხანს და ეფექტი გაგვყოს
ნორმა. ნაქვედა ხუთწყვილი თვალებით შეგიძლიათ უკვე შუქიც გამართოთ და ჩავასანაშიც დაწვეთ. ასე ჩავწვით 3 სუნთქვა გავაკეთოთ. ავსოთ ფლოში, ხანში და ბოლომდე გამოვუშვათ. ვიპოვოთ მაქსიმალურად კომფორტული მდგომარეობა და გავგრძელოს ხოლმე თავის სუნთქვა. თუ ჯერ კიდევ გული არ არის დაწნარებული, შეგვიძლია სუნთქვების შორის პატარა შეკავებები გააკეთოთ. ეს სუნთქვა მოცელში შეკავა რამდენიმე წამით და ამai სუნთქვა. მერე მკერდში შესუნთქვა. ყალბა. სუნთქვა და შემდეგ შესუნთქვაზე მოსელსაც და მკერდსაც ორივეს ვავსოთ ხარი. შეკავა. ნანა ვუშ. ვატნებთ ფეხის თითებს და ნერვებს. მიეცით ხელმასხალს ბრძანებას ავიწრო ნეგატივიდან. ყოველი მოატუნას ყველების და მერინა მოხდისგან და ბრძავებისგან. მე ნიშნავს ამოდით ყურადღებით. რაც განერეთ მთელი ფეხის საფარი. დაძაბულობა არ დავუწყოთ. ვატნებთ საჭდომ გუნდებს. მუცელში არსებულ ყველა ორგანოს და ჭიებს.
ხამლის პირველ ნალებს ამოყვებით გესტნდა. Ekmeği gomgevdi lavit muharremi de hali. Neyse nebes xalq modundas da qavuşuz kontroli miyendas yedakas. Rizu baxas uzgababa ağar kakutamınç. Xalt nebes. Nebes. Adınıydık. Deri. Sakır. Ena bir şey. Şubli. Tavis kal. Mevim tevs. Şekilde წარმოიდგინა რომ როგორ ჯანსაღდება და ბრწყინავს თუ სიგრძის თმა გეჭრდება თავზე როგორც ოცნებობ ბავშვი მადლიერების გრძნობა სიყვარულით შენ სხეულში დაუღალავად ყოველ შრომებს იმისთვის რომ შენ და ძალიან მადლიერია რომ ახლა შემოვლი ამ ვარჯიშების გაკეთება და თქვა პროფილაქტიკაში წაიყვანა შენ სხეული როგორც მანქანას ჭირდება ხოლმე გარდაცვალ აკიშკების შეცვლა ასე შემდეგ მსგავს პროცესს გადის ხალხი ამ პრაქტიკების დროს დაჭირდება ესეა
ლიხნა იმეტრემუყვა გამოგვეცა ან შეიძლება გადავიდოთ გენერაციის პროცესში net დამოვჭდეთ პირველ თვალებით გავუკეთოთ ანალიზის ხონებას გამჩნიათ რა შეიცვალა მდგომარეობაში რამდენად მეტი სიტყვარე სივრცე გაჩნდა დამიტება როგორ დაკავშირდა ცხენელი გონებასთან რესუნთქეთ და ამასუნ თქოს გავახილოთ ან დახუთული თვალებით მოვძებნოთ ჩვენი სადინებელი და ავხუტოთ საბამს რაც ანტკბილად მივიძინოთ როგორც ნანა ყვარს ხოლმე ეტეცება